ისტორიული შენობა, სადაც 1922 წელს დაარსების დღიდან ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების უძველესი კერაა განთავსებული დანგრევის ზღვარზეა. შენობის ზოგიერთი ფლიგელი იმდენად დაზიანებულია, რომ უსაფრთხოების მიზნით სახელოსნოები და დარბაზები დახურულია. საშიშ ვერტიკალურ ბზარებს იხილავთ როგორც გარე ფასადზე, ასევე ინტერიერში. წვიმა ქარი თუ თოვლი საფრთხეს უქმნის აკადემიას. სასაფლაო რესტავრაცია საჭიროებას ახურავს. შენობის გარე ფასადზე, მთელ სიგრძეზე, უზარმაზარი ბზარი უკვე თვალითაც შესამჩნევია. ცვივა ბათქაშიც. ასეთი სარკეებიანი დარბაზები იშვიათობაა არა მარტო საქართველოში, არამედ ირანშიც. საქართველოში ამ ტიპის მხოლოდ 3 ძეგლია. მარიამ მიქაძე, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი. აკაკი რაზმაძე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების სტუდენტი, მეოთხე კურსი. ეკარიშვილი, სახვითი ფაკულტეტი, მეორე კურსი. ზაქარია ბეჟანიშვილი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკის მიმართულება, მეორე კურსი. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკა, პატაპის დიზაინი. ნათია გოგუაძე. მარიამ მაკულაშვილი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკის მიმართულება. ნათია თუშიშვილი, ინტერიერის დიზაინი, მესამე კურსი. სანდროს ლაკაური, კინოტელემხატვრობა. ანიკა ჯაია, კინოტელემხატვრობა. ნინო ამიანაშვილი, კინოტელემხატვრობა, პირველი კურსი. თათია თევდორაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი. საფოის საკადრე რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტი. მარიამ ჩორგოლიანი, ხელოვნების ისტორია. ზაძა პაპუაშვილი, რესტავრაციის ფაკულტეტი. ნოტა რარონიშიძე, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, მეოთხე კურსი. ნინო ზაუტაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი. ირაკლი აბრამაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი. ქეთა ზედანია, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, მომავალი მხატვრები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, რესტავრატორები, მედია ხელოვანები, დიზაინერები, თხოვნით მოგმართავთ ყველას, ვისაც ეს ეხება. გადავარჩინოთ ჩვენი უსაყვარლესი აკადემია.